თუ რა პირობები იქნებოდა კარგი რომ დაკმაყოფილდეს იმისთვის რომ რაღაცა გადავლახოს კრიზისი რაშწავთ ეს და ეხლა მივედით იმ დრომდე როცა შეიძლება მივსჯელოთ როგორ შეიძლება წინააღმდეგობის ორგანიზება იმისთვის რომ რაღაცა გადავდგას ნაბიჯები კრიზისის გამოთვლისკენ რაღაც გადალახვისკენ და ასე შემდეგ. ეს პანელზე ყავს სამი სპიკერი, რომელსაც სხვადასხვა კუთხით მუშაობთ ამ საქმეზე, გარდა იმისა, რომ წინააღმდეგობაში არის დადგმული, მანამდეც ერთ მუშაობდნენ სხვადასხვა პერსპექტივიდან, ხო? თეორიული, პრაქტიკული, რაღაც ინტერეს ჯგუფებთან, რეგიონალურ პრობლემებზე და ასე შემდეგ. მე ვფიქრე, რომ შეიძლება კარგი იყოს, რომ დავწოთ განსაკუთრებით აქ წარმოადგენს ცეთის ინტერესების ჯგუფს და ვთხოვოთ მას, რომ თავისი რეფლექსია გაგვიზიაროს, თუ როგორ შეიძლება, ანუ როგორ ცდილობს ის ხალხის ორგანიზებას ან რაღაც იდეების გავრცელებას იმისთვის, რომ წინააღმდეგობა იყოს თითოეულ სპიკერს მინდა რომ თქვა, რომ მაქსიმუმ 15 ან თუ ძალიან უნდა 20 წუთიც დავთვალ ამას, იმისთვის რომ დროში ჩავიდეთ, ჩვენ პირველ საათამდე გვაქვს დრო, პირველი სესიის თვალაშებია და ისე რომ გავაკეთოთ, რომ თავიდან 15-20 წუთი პირველ სპიკერმა ისაუბროს და მე დრო იყოს, რომ დისკუსია გავხსნათ. მე წარმოვადგენ წეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ასამბლეას. წევრი ვარ. ყველაფერი დაიწყო საზოგადოებრივ ასამბლეის წევრობით და რეგიონის ჯგუფის წარმომადგენლობით. ჩვენ ჯგუფში ვართ დაახლოებით 113 ადამიანი და 19 მუნიციპალიტეტს ვაერთიანებთ. და მთელი მიზანი ხოლო ასამბლეის ის არის, რომ ჩვენ ქსელი ჩამოვაყალიბოთ და განსაკუთრებით რეგიონის ხმა გაჟღერდეს ჩვენი ჯგუფის ძირითადი მიზანი ეგ არის. მე პირადად დავიბადე გავიზარდე ფრანში, საფრანგეთის ფრანში, ცხეთის მუნიციპალიტეტში და დაახლოებით 2022 წლიდან უკრაინის რუსეთის ომის მერე უფრო აქტიურად ჩავერთე სამოქალაქო აქტივიზმში. ვიტყვი, რომ რაღაცების გადადების დრო შეიძლება არ იყოს და ქვეყნის განვითარებაში და მაშინ შეიტანო წვლილი, როდესაც ამის საჭიროებაა. და ყველაზე ისეთი დიდი პრობლემა და გამოწვევა, რასაც გადავაწყდი 2022 წლიდან, თუნდაც საფრანგეთში არის მოსახლეობის ინერტულობა, გამომცდელობა, თუნდაც მონაწილეობის ფორმის იმ საკითხებში, რომელიც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ და ყოფილ ცხოვრებას, ყოველდღიურ ცხოვრებას ურთულებს, ამის მიმართ არიან ძალიან ინერტულები. რაც შეეხება უკვე მუნიციპალიტეტის ასამბლეას, ეს ასამბლეა იმიტომ გაკეთდა, რომ ერთად მოხდეს იმ აქტიური მოქალაქეების აღმოჩენა და მობილიზება, რომლებიც ცალსაკე ვხვდებით და ვანალიზებთ გამოწვევებს, რაც არის მუნიციპალიტეტში, მაგრამ არ გვაქვს რაღაცა ჯგუფი, რომელიც ერთმანეთს გაუზიარებს იმას გამოცდებას და ერთად დაგეგმავს. პირველი რაც გაკეთდა, რაც რეგიონის ჯგუფის ფარგლებში იყო ეს შეხვედრები, რასაც ვაკეთებდით ჯგუფის შიგნით. ეს იყო ძალიან რესურსი, სხვა რეგიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ვიყავით და დავიწყეთ მსჯელობა, რა არის ის ძირითადი პრობლემა, რომლის წინაშეც რეგიონი დგას. პირველი შეხვედრა დაახლოებით 3 ფოკუს ჯგუფის ესეთი ფორმატის შეხვედრა გაკეთდა და მე საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ კვლევის შედეგებიც კი მივიღეთ და როგორ ამიქვავს ხალხი რეგიონში არსებულ პრობლემას. აქედან გამოვიდა ის, რომ ეს პოლიტიკური პროცესები, რაც დედაქალაქში ხდება, თითქოს ნაკლებ შემხებლობაში არის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან. და ეს გრძელდება წლების განმავლობაში. ისინი მე რეგიონის წარმომადგენელი ვარ და ეს არის რაღაცა ცენტრი თავისთვის არსებობს, ძირითადი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს თბილისში. თბილისში რაც გადაწყდება, მე იმისი ანარეკლი ხდება ხოლმე რეგიონში, მაგრამ რეგიონი ყოველთვის არის უკანა პლანზე, ანუ მას თითქოს არ აქვს თავისი ხმა, მას არავინ არ უსმენს და დიდად მნიშვნელოვანი არ არის სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ეს იყო რაც აი ესეთ ძალიან ზოგადად რომ მიმოვიხილოთ და შესაბამისად, როდესაც თქვათ თბილისის რაღაცა პროცესებში ჭირდება რეგიონი არის ინერტული, იმიტომ რომ ესე მიეჩვია. ანუ
მას არაფერს არ ეკითხებიან, მაგრამ როდესაც ეკითხებიან, უკვე იმას დავიწყებული აქვს ჩართულობის ფორმაც და რა ადგილი უკავია, ისიც არ იცის. ამ ყველაფერს ერთ და ორ დღეში ვერ შეცვლით, ბუნებრივია. და მგონია, რომ კრიტიკულ მომენტში რეგიონისთვის დაძახება არ მუშაობს. როდესაც ვთქვათ, რაღაც განვითარებას ურჩევნოთ სახელმწიფოს იმაშინდა დაუძახოთ, რომ იქნება რომ ისინი რაღაც ნაწილი არიან. ასევე მივხვდით, რომ ეს იმედად შექმნილი არის რეგიონში, თუნდაც სოფლებში ან ქალაქებში მოსახლეობა, იქ ესეთ პოლიტიკურ სიტუაციაზე ლაპარაკიც ცოტა უხერხულია მოსახლეობისთვის, არ უნდათ იმას თავიანთი პოზიცია გამოხატონ. და ხშირი ყოფილა შემთხვევები, როდესაც თუნდაც ჩემი მეზობლები ჩამოსულან თბილისის აქციებში მიუხედავად მონაწილეობა და იქ რო დავაორგანიზეთ მაგალითად დეკემბრის და 28 ნოემბრის პროცესების მერე იყო ერთი აქცია, 7 ადამიანი გამოვედით, ისიც რაღაც სამი ჩემი ოჯახის წევრი იყო. და ხო, აი მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პროტესტის გრძნობა აქვს, ერთი არის ეს ბოლომდე ვერ ხვდები, ერთი არის უხერხულობა, რომ იქ ცხოვრება არ დაინახონ, არ ვიცი რომ იღებენ მონაწილეობას. მეორე არის, რომ რადგან სოფლებში გამოსვლები არ არის, არ უნდა პირველები ისინი იყვნენ და ხო ეს რაღაცა შეზღუდვები არსებობს. და შესაბამისად მე ასევე მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა მოსახლეობასთან ერთად რაღაცა შევქმნათ ან მათთან კომუნიკაცია დავამყაროთ პირველ რიგში გრძნებოდეს, არ არის აუცილებელი პირდაპირ რაღაც შემთხვევითი კამპანიები არსებობდეს, რაც ხშირ შემთხვევაში აი თბილისი და როცა გვერდობია ხოლმე ჯგუფში, იმათ აღთქმა მოთხოვნა, რომ აი თუ ვთქვათ საინფორმაციო კამპანია არის პირდაპირ უთხარი რა სიტუაცია, მაგრამ ეს ამის იმედად მიუხედავობა რეგიონის მოსახლეობაში, რომ ეს არის გადაყრილი რესურსი. შესაბამისად მივედით დასკვნამდე, რომ თუნდაც კომუნიკაციისთვის კარგი იქნებოდა ეს გაზეთი, რაც გვაქვს ახლა ეს არის ცხეთის გაზეთი მუნიციპალიტეტის, ყოფილიყო იმ თემებით შევსებული, რაც ადგილობრივებს აინტერესებთ, ადგილობრივი იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები და ვიღაცა შეიძლება თბილისში თუ წაიკითხოს, შეიძლება იფიქროს, რომ თუ თქვათ ეს ემსახურება, რომ დეზინფორმაციას ებრძოლოს და თქვათ პროპაგანდა გადაფაროს, მაშინ რაღაცა ესეთი თემები არ უნდა იყოს, მაგრამ იმისთვის, რომ საერთოდ გაზეთი მოხვდეს ამ ადამიანის ხელში, მისთვის უნდა იყოს საინტერესო და იცოდეს მოლოდინი მქონდეს, რომ მისთვის რაღაც საინტერესოს გაიგებს და ჩემს სამწუხაროდ შეიძლება დიდად საინტერესო არ იყოს ის ყოველდღე თქვათ აქ რომ პოლიტიკური პატიმარი ჩაშრება თქვათ ციხეში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მათთვის არის საინტერესო არ ვიცი წყლის პრობლემა, მიწის პრობლემა, რაც მათ პირადად ეხებათ. ხო. და შესაბამისად ესეთი თემები გვაქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე გაზეთში და იქიდან გამომდინარე რომ თავმოყრა ის თემებიც მივიდეს მოსახლეობამდე, რასაც თქვათ ეს პროპაგანდისტური სახელმწიფო მედია არ აშუქებს, ასევე შეგვაცხადა პროტესტთან დაკავშირებით სხვადასხვა თემები. ეს არის ერთ-ერთი შედეგი ჩვენი ამ თუნდაც ცხეთის მუნიციპალური ასამბლეის აქტივობის რეგიონის ჯგუფის და ჯგუფი რაც თქვათ შეიკრა, რომელსაც აერთიანებს როგორც რეგიონის წარმომადგენლები, ასევე თბილისში მაცხოვრებლები და ესენი ყველანი ხალხისეულობად ერთობიან. რაც შეეხება მეორე გზას, მოსახლეობის საერთიანების, ეს არის ჩვენი ფაქტურად კომუნიკაციის წყარო, იცის ველაპარაკებით არის ასევე ვებგვერდი, Facebook გვერდი და გაზეთი, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში არის გათვლილი. გვინდა რომ ეს გაზეთი გამოდიოდეს და მედია ყოველთვიური იბეჭდებოდეს და ეს მათთვის თუნდაც ეს საინფორმაციო რესურსი არის ასევე მოსახლეობის მობილიზების ერთ-ერთი და ჩართულობის მექანიზმი, იმიტომ რომ მაგალითად სხვადასხვა სოფლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც იმ სოფლიდან მოგვაწვდიან ინფორმაციას, აქვს ასევე რუბრიკა ემიგრანტის ხმა, ასევე შეუძლიათ ადგილობრივ პრობლემებზე უწერო და იმას გამოვაკლოთ ადგილობრივის ხმა და აი ეს მეთოდი, რომ ადგილობრივები ჩაერთონ, ისინი გავიცნოთ და მერე მათი ხმა გავაჩეროთ და რაღაცა ჯგუფი შედგეს, ეს გაზეთი არის ერთ-ერთი მეთოდი. მეორე გზა, რასაც თქვათ მივყვებით, არის ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირება. ეხლა მაგალითად ცხეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარჩენების შეგროვების პრობლემა და არ არის საკმარისი შემკრები მანქანა, რაოდენობა, რომელიც თქვათ ორ დღეში ერთხელ დასწრიდა და შეიძლება 9 დღე გავიდეს ისე, რომ არ დაიცავს და ეს ძალიან პრობლემას უქმნის ადგილობრივებს და ესეთი პრობლემების გარშემო გვინდა შევკრიბოთ ადამიანები და ჩვენი ხედვა ესეთია. თუ ჩვენ ადგილობრივები თემაზე, ჩვენთვის საინტერესო თემაზე დავსხდებით და ვიმსჯელებთ და ასევე ერთ-ერთი დათეკიზილის მონაწილეობით არის სამუშაო ჯგუფი გაკეთება და მოსახლეობასაც ჩავხოთ, როგორ წარმოგვიდგენია ცხეთის მუნიციპალიტეტის განვითარება, რა შეიძლება იყოს ის ამბიციური გეგმა, რომელიც
შეიძლება მოსახლეობისთვის საინტერესო იყოს, აი ამ მსჯელობაში ჩავდოთ მოსახლეობას, მგონია რომ ნელ-ნელა მივართ იმ ეტაპამდე, რომ ჩვენ რეგიონში ცხოვრობები გავაცნობიერებთ, რომ ეს ჩვენ გვეკუთვნის, უნდა მოვითხოვოთ ის, რაც კანონით არის ჩვენს მონიჭებული და ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ, რომ რაღაცა ისეთ მომავალზე, რომელიც 30 წელი ალბათ არ გქონიათ, რომ ესე რომ ვთქვათ რა რაღაცეები ვითარდება და მე ინერტულად რეგიონს ის გადაეცემოთ, რომ რეგიონი რომ განვითარდეს და იმას თავისი გეგმა ჰქონდეს რაღაც ამბიციური, ესეთი არასდროს არ მოხდა. და არ მინდა რომ როდესაც თუნდაც ხელისუფლება შეიცვლება, ისევ რაღაც პროცესების მიღმა დავჭერთ და ესე მოკლედ რომ შევაჯამოთ, საერთოდ მუნიციპალური ასამბლეა, ეხლა ამას ცდილობს, რომ ცალკე ეს ინფორმაციას ებრძოლოს, ცალკე ის თემები გააშუქოს, რაც ადგილობრივებს აცოხებს, ასევე იპოვოს აქტიური ადამიანები და ამათი ჯგუფი გააძლიეროს, მინიმუმ ერთმანეთს მაინც გაუცნობს და ერთობლივი რაღაცა ინტერესები იყოს და მესამე ის, რომ როდესაც მობილიზების ის მექანიზმი, რომელსაც შევქმნით, იმედია, რომ ბოლოს შეძლებს რაღაც სოლიდარობის აქციებიც გამართოს და რაღაცნაირად ნელ-ნელა აყვეს ტემპს, რაც დედაქალაქშია და მესამე ის, რომ როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება და იმედი გვაქვს, რომ ესე იქნება, არ დავუჩვენთ პროცესებს მიღმა და ჩვენი ინტერესები გავატაროთ იქ, სადაც საჭიროა. მადლობა. ეხლა გადავხსნით